არაჩვეულებრივი მუსიკალური ნომერი მოვისმინეთ ჩვენს ეთერში, არაჩვეულებრივი მუსიკოსების შესრულებით, ჩვენი გადაცემა გრძელდება ძალიან საინტერესო თემით. რა თქმა უნდა, ირაკლი, მე კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებლებს, რომ ნიკო ფიროსმანის ქუჩა სამუზეუმო სივრცედ გარდაიქმნება, სწორედ თუმცა ეს არის ჯერ მხოლოდ იდეა, მაგრამ ამის განხორციელება, როგორც ვიცით, იგეგმება. სტუდიაში შემოგვერთა ჭყონდიდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ქალაქ თბილისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება, დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე ქაბოტონი რიმა ბერაძე. მოგესალმებით. მადლობთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. ძალიან საინტერესო თემა პირველ რიგში და თქვენი იდეაა, რაც ყოველთვის მთავარია. პირველ რიგში კითხავთ, რა გაკეთდება ამ პროექტის ფარგლებში და რა იგეგმება ქაბოტონებმა. მივესალმებით თქვენს ძალიან ფართო აუდიტორიას, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მე პირველად ვარ თქვენ სტუდიაში, კანაკალის სტუდიაში. მოგესალმებით ჩემი აუცილებლად ძალიან მიყვარხარ, ძალიან პატივგზენ. ჩემი ოჯახის ძალიან ხშირი სტუმარია თქვენი ტელევიზია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოწვევისათვის. ნამდვილად ძალიან კარგი იდეაა და თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ეს არის ჯერ იდეის დონეზე. მე მიმოხილვას გავაკეთებ თუ რა წარმოშვა ეს იდეა. თქვენ ახსენეთ, რომ მე ვარ ჭყონდიდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი და რა თქმა უნდა, ჩემს ინტერესში არის როგორმე მე ყველაფერი კარგი გავაკეთო იმისათვის, რაც მოსახლეობას აწუხებს. ჭყონდიდის რაიონი არ არის ძალიან განებივრებული კულტურული ობიექტებით. და ყველაზე მთავარი არის ის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე ძვირადღირებული თქვენ იცით, რომ მსოფლიოში ცნობილი ადამიანი ნიკო ფიროსმანიშვილი, რომელიცაც ჩვენს ქართულ ერს მისი საფლავიც კი არ გაგვაჩნია, დედაქალაქში არის მხოლოდ ერთი პატარა კუთხე. პირობითად შეიძლება უწოდოთ მას კუთხე, იმიტომ რომ ეს არის კიბის უჯრედი, სადაც ის ცხოვრობდა და იქ გარდაიცვალა. ეს ფართობი რაოდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, არის დაახლოებით 3 კვადრატული მეტრი. აქ გაატარა ის ბოლო უმძიმესი წლები ჩვენმა დიდმა გენიალურმა მხატვარმა და ფიროსმანის 29 ნომერში გახსნილია ფიროსმანის მუზეუმი. ფაქტიურად მუზეუმს ამ წუთას უკავია 30 კვადრატული მეტრი ფართი. ეს არის ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლი, რომელსაც აქვს კულტურული ძეგლის სტატუსი. ამ სახლში ცხოვრობს 3 მობინადრე. ძირითადად მუზეუმი არის მირზაანში და ფილიალად არის წოდებული ფიროსმანის ეს მუზეუმი, რომელიც ფიროსმანის ქუჩაზე არის. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჭყონდიდის რაიონი სოციალურად მძიმე მდგომარეობაშია. თბილისის 10 რაიონიდან ყველაზე ბოლო ადგილზე ვდგევართ ჩვენ, იმიტომ რომ სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა როგორც შესაბამისად ყველგან, მაგრამ ჩვენს მდგომარეობას აუარესებს ის, რომ წლების წინ მომხდარმა მიწისძვრამ ყველაზე დიდი დაბრკოლება ჩვენს მოსახლეობას მიაყენა და ყველაზე მძიმედ სეისმური ადგილი იყო ფიროსმანის ქუჩა, სადაც წლების განმავლობაში არაფერი არ გაკეთებულა. ფაქტიურად არ არსებობს ფიროსმანის ქუჩაზე სახლი, სადაც არ მოითხოვდეს ან გამაგრებას, ან აღდგენას, ან შეკეთებას. როცა მე მოსახლეობას ხვდებოდი, რა თქმა უნდა, მე ვყოფდი პრიორიტეტებად ამა თუ იმ ქუჩას და ნომერ პირველი ქუჩა ჩემთვის არის ფიროსმანის ქუჩა, რადგან ამ ქუჩას მდებარეობს ფიროსმანის მუზეუმი, მრავალი ქუჩა დგას ჩემს დღის წესრიგში, რომ მისი რეაბილიტაცია გავაკეთო და ინფრასტრუქტურა მოვაწესრიგო და ჩემი უმთავრესი ამოცანა იყო, რომ 2014 წლის ბიუჯეტი 2015-თან შედარებით 2015 უნდა ყოფილიყო 1000 ჯერ უკეთესი და განსხვავებული. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შესაძლებლობებიდან გამომდინარე არის, მაგრამ ჩვენ მივახციეთ იმას, რომ 6 მილიონი ლარით მეტია 2015 წლის ბიუჯეტი ვიდრე 2014-ის. ფაქტიურად ჩვენ მივახციეთ იმას, რომ 1 მილიონი ლარი დამატებით თბილისის განვითარების ფონდმა გამოგვიყო, რა თქმა უნდა, ბატონ დავით ნარმანიას თანადგომით და ვაპირებთ, რომ აღმაშენებლის ქუჩა ნომერ 36-ში, სადაც არსებობს თბილისში ყველაზე თუ შეიძლება ითქვას შესანიშნავი კულტურული ძეგლი, ეს არის პატარა ერმიტაჟი, სადაც მოხდება ამ ქუჩაზე ამ ერთი სახლის რეაბილიტაცია. და ასე არის კიდევ მრავალი სახლი. მაგრამ თვით ფიროსმანის ქუჩა, რომელზეც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ იდეის დონეზე, რომ ეს იყოს სამუზეუმო ქუჩა, ეს ჩემი იდეა, რა თქმა უნდა, პირველ ყოვლისა გაუმხილე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ბატონ გიორგი ალიბეგაშვილს. მე მას ამ სტუდიიდან მინდა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა უთხრა იმ თანადგომისათვის, რომელსაც იჩენს ეს ადამიანი ამ საკითხთან და საერთოდ მრავალ საინტერესო საკითხთან დაკავშირებით. მან შემომთავაზა იდეა, რომ მოდი გადავაქციოთ ისე, როგორც ჩარდენი, ფიროსმანის ქუჩა და პირველ ყოვლისა აქ მოხდება ინფრასტრუქტურის მოწესრიგება,
კულტურული ობიექტების შექმნა და ჩვენ გვინდა რომ ფიროსმანის ქუჩა ვაბრუნოთ ფიროსმანის ეპოქაში. კერძოდ რა გვაქვს მხედველობაში? სამი კითხვები, ღვინის სარდაფები, მაღაზიები, სუვენირები, კულტურული დარბაზები, საგამოფენო ცენტრები და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს თანხვედრაში იქნება ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ იქ არის განთავსებული მოსახლეობა. ჩვენი ამოცანა ნომერ პირველი, რომ მოსახლეობას შეუქმნათ ნორმალური ინფრასტრუქტურული პირობები. ჩვენ ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს ქალაქის მერის გარეშე ვერ მოხერხდება. არსებული ბიუჯეტი, რომელიც არის რაიონის გამგეობაში გაწერილი, რა თქმა უნდა, ეს თანხები იქ არის ის ჩაშლილი ბიუჯეტია და კონკრეტულად ყველა საკითხი არის გაწერილი. შესაძლებელია მოხდეს იმ თანხებიდან რამდენიმე სახლის გამაგრება, მაგრამ ჩვენ ეს ვერ მოგცემს იმ სურათს, რა სურათით ჩვენ გვაინტერესებს, რომ საბოლოოდ მივიღოთ კარგი ინფრასტრუქტურული ქუჩა და კარგი ობიექტი. თქვენ მოგეხსენებათ ისიც, რომ ფიროსმანის ქუჩა არის ქალაქი ქალაქში, სადაც არის თქვენ იცით, რომ სამგზავრო მატარებლის ადგილი ნებისმიერ ქალაქში ის არის ქალაქის ყველაზე მთავარი ცენტრი და 200 მეტრში მდებარეობს ფიროსმანის ქუჩა. ჩვენ რა თქმა უნდა მთლიანად წლის განმავლობაში ვერ შევძლებდით მთელი ქუჩის რეაბილიტაციას და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ იქ არის ერთი ასეთი ადგილი ბნელი ხიდი. აი ბნელი ხიდიდან ვაღზლის მოედნამდე დავიწყოთ ჯერჯერობით ნახევარი ქუჩის რეაბილიტაცია, ხოლო შემდეგ დომინოს რაღაც ჩაკეტილიც იყო მახსოვს, აქ ორმხრივი მოძრაობა იყო, დიახ და რყევები თავისთავად ავტომანქანების მოძრაობა თქვენ იცით, რომ დამატებითი ესე იგი ზიანს აყენებდა იმ კულტურულ ძეგლებს, რომლებიც ამ ქუჩაზე არის განთავსებული, მაგრამ როგორც ხდება მოხდა ისე, რა თქმა უნდა. ამიტომ ჩვენ გვინდა რეალურად, რომ მე ამ საკითხთან დაკავშირებით ვესაუბრებ ბატონ დავით ნარმანიას. ბატონმა დავითმა გამოთქვა სრული მზადყოფნა ამ საკითხების განხორციელებისათვის. ჩვენ გვინდა გამოვაცხადოთ კონკურსი არქიტექტორებთან, სხვა სპეციალისტების ჩართულობის, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ამ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ შევხვდებით სპეციალისტთა ჯგუფს, სადაც დაისახება ყველა ის ღონისძიება. რა თქმა უნდა, პირველ ყოვლისა ჩვენ უნდა მოვიძიოთ ინვესტორი, მეტნაკლებად მოძიებულიც გვყავს და ყველა ამ საკითხების შეჯერებით კონკურსის გზით მოხდება ამ ქუჩის რეაბილიტაცია. თავარია დავიწყოთ. დაყენება დაუშვებელი. თქვენ ახსენეთ ეს გარკვეული თანხა, რომელიც დამატებით დაერიცხა თქვენს რაიონს და ასევე ინვესტორიც ახსენეთ, სწორედ ამასთან დაკავშირებით მინდა მეკითხა. ალბათ ის თანხა არ იქნება საკმარისი, რაც თქვათ ბიუჯეტიდან იქნება გამოყოფილი, იმიტომ რომ ახსენეთ, რომ არის ავარიული სახლები და იქ ცხოვრობს მოსახლეობა და უამრავი პრობლემაა ალბათ კიდევ და კიდევ, როცა ჩავუღმავდებით აი ამ თემას. ვინ არიან ეს ადამიანები და თუ შეიძლება დამატებით ინვესტორების მოძიება, რომ ერთი ამოსუნთქვით მოხდეს აი ამ ყველაფრის მოპირკეთება, შეკეთება და იქ საგამოფენო სივრცის დაარსებაც და ეს ყველა პროექტი რაც ჯერჯერობით მე ვახსენე, რომ მიმდინარეობს, ესე იგი მოხდება კონკურსი. კონკურსში მიიღებს თავისთავად ცხადია უამრავი ადამიანი მონაწილეობას. კონკურსის პირობები ჩვენთვის რომელიც იქნება უფრო უკეთესი და მისაღები, რა თქმა უნდა, იმ შემსრულებელს და იმ ინვესტორს ავიწყოთ. ჯერჯერობით კიდე გეუბნებით, ეს არის მოლაპარაკების საუბრის დონეზე, გადაწყვეტილება ჩვენ მივიღებთ ძალიან მოკლე დროში. ბატონი დავით ნარმანია მოვა კონკრეტულად, ის არაერთგზის იყო ამ ქუჩაზე მოსული. თავად ბატონი გიორგი ალიბეგაშვილიც ბრძანდებოდა 10 დღის წინ ამ მუზეუმში, თავად საკუთარი თვალით დავათვალიერეთ, ნახეთ, მაგრამ აქ არის საჭირო სპეციალისტების ჩართულობა, რა თქმა უნდა, ჩვენი ნახვა იდეის დონეზე ჩვენ ეს თემები დარეგულირებული გვაქვს, მომზადებული გვაქვს, მაგრამ სპეციალისტების ჩართულობის შემდეგ მოხდება საკითხის გადაწყვეტა. თავარია რომ ჩვენ დავიწყოთ. კაპიტონებმა იერსახის კუთხით, როდესაც დაიწყება უკვე ამაზე მუშაობა, როგორ მოხდება, მაგალითად, ვინ იქნებიან შეუსწავლები, ვინ გადაწყვეტენ, რომ აი ესეთი უნდა იყოს და თუ იქნებიან ჩართული, მაგალითად, ფიროსმანის მკვლევარები? აუცილებლად, იმიტომ რომ ფიროსმანის მუზეუმში ფაქტიურად ვინც მოიტანა ეს ყველაფერი დღეს ჩვენამდე არის ერთი ასეთი პიროვნება. ბატონი ანზორ მასხარაშვილი, ანზორ ბატონმა ანზორმა შექმნა ეს ყველაფერი. ფაქტიურად ეს მუზეუმი ამ ადამიანმა შეუნარჩუნა, თუ შეიძლება ითქვას, მირზანის მუზეუმიც და ფიროსმანის მუზეუმიც, რომელიც ფაქტიურად არსებობს და მე ამ სტუდიიდან მას მადლობა მინდა უთხრა. იმისათვის დიახ, რომ მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს სამუზეუმო პატარა მინისივრცე თუ შეიძლება საქართველოში არსებობს ყველაზე პატარა მუზეუმი. წარმოიდგინეთ თქვენ რეალურად ყველაზე პატარა დიდი მუზეუმი, დიახ და ჩვენ ამავდროულად კიდე გეუბნებით, რომ რა თქმა უნდა გვინდა
რომ აქ იყოს ძალიან მნიშვნელოვანი პირველ ყოვლისა მოვიზიდოთ ტურისტები. ძალიან დღესაც ძალიან ბევრი ტურისტი მოდის და ნახულობს ამ მუზეუმს, მაგრამ იქ ფაქტიურად არ ხდება გამოფენების გაკეთება, ამიტომ ამას ეს სივრცე ამის საშუალებას არ ნახავს, მაგრამ თვითონ ეს ადგილი თავად რო ნახოთ, იმდენად საინტერესოა. წარმოიდგინეთ ერთი პატარა რუხი ფერის 3 კვადრატულამდე არსებობდა თანაც 2 ნივთი მაგიდა და საწოლი რომელზეც წერდა და ხატავდა რა თქმა უნდა და ის საწოლი სადაც თვითონ იყო განსვენებული გარდაცვალების შემდეგ დგას ამ მუზეუმში. ჩვენ ამავდროულად გვაქვს რომ იცით თქვენ რომ ჩვენ საქართველოში არ ვიცით საქართველოს საერთოდ სიმბოლური საფლავია გვაქვს სიმბოლური საფლავი და გამოსცემდა კონტროლი მიიღო რაღაც მოსაზრებები კუკის სასაფლაოზე ეძებდნენ დიახ ესეთი ინფორმაცია მაგრამ რამდენად არის ფაქტიურად თუ არ მოჩნდა ეს ინფორმაცია რეალურად ჩვენ ეს საფლავი არ გვაქვს თქვენ წეგან პირად საუბარში ახსენეთ რომ ბატონ თემურ ჩალობაშვილი რომელიც არის ძალიან კარგი აქტიური შესანიშნავი ადამიანი მე ამ სტუდიიდან მას ჯანმრთელობა მინდა უსურვო და მისი ინიციატივით მოხდა რომ ნიშა ატანილიყო მთაწმინდის პანთეონში და ჩვენ აქვე ჩაფიქრებული გვაქვს რომ ამ გაზაფხულზე ჩვენ ავიდეთ ვესტუმროთ იმ ადგილს და ცოტა წესრიგში მოვიყვანოთ იმ თვალსაზრისით რომ თითქოს იქ საფლავი არსებობს და რაღაც გავაკეთოთ ისეთი რომელიც სიმბოლური დატვირთვა იქნება როგორც ნიკო პიროსმანის ყველაფერი და მიმართულია თქვენი ყურადღება და ძალიან კარგია ეს. Როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია მომავალი თაობისთვის იგივე თქვენს უბანში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის რომ მათ ჰქონდეთ ინფორმაცია რომ ესეთი დიდი ადამიანი, ესეთი დიდი პიროვნება ცხოვრობდა საქართველოში, თბილისში და კერძოდ. და რაღაც მთელი ხდება დაფასება, ანუ ამის სწავლაც. დიახ, ეხლა ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს რომ ჩავატაროთ რაღაც კვირეულები, გავაკეთოთ სპეციალური განათლების სამინისტროს, გვინდა შევთავაზოთ ეს წინადადება რომ ჩუღურეთის არა მარტო მხოლოდ ჩუღურეთის რაიონის მოსწავლე ახალგაზრდობა, საერთოდ თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობა მოვიდეს მუზეუმში, ნახოს სად ცხოვრობდა, სად მოღვაწეობდა და როგორ პირობებში ქმნიდა ის შედევრებს, სოფლიო მნიშვნელობის შედევრებს. და ზუსტად ჩვენი მიმართულება თავისთავად ცხადია, პირველ ყოვლისა არის ის რომ თქვათ მოვაწესრიგოთ ინფრასტრუქტურა, მაგრამ ყველაზე მთავარი და უმთავრესი არის რომ ჩვენ ახალგაზრდა თაობა აღზარდოთ იმ სულიერებით, იმ კულტურული მემკვიდრეობით, იმ ისტორიული წარსულით, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანი კარგად ვართ გათვითცნობიერებული და აი ეს ხიდი იყოს ეს მუზეუმი წარსულსა და მომავალ შორის, რომ ახალგაზრდა თაობა მიცოდეს, ვინ ვიყავით, რანი ვარ და რანი უნდა ვიყავით. მაყურებელმა დარეკა და ესეთი კითხვა დასვა, რომ თუ არის ინიცირებულია, თქვა საკრებულოში, სხვა უბნებშიც მსგავსი კულტურული ძალიან ბევრი ყავდა, რა თქმა უნდა, მე არ გითხრათ, რომ საკრებულო დღევანდელი საკრებულო სხვანაირად არ გამომივიდეს, მაგრამ დღეს სხვა მოცემულობაში მუშაობს. აბსოლუტურად ყველა მაჟორიტარი დეპუტატი და ყველა საკრებულოს წევრი. ესე იგი მოწოდინებულია და მობილიზებულია იმისათვის, რომ მის სამაჟორიტარო, არათუ სამაჟორიტარო, აი მის უბანში, მის ქუჩაზე, მის ადგილზე რაღაც დადებითი შეძინოს. ჩვენი ამოცანა, როცა მოვიდოდით განსაკუთრებით ქართული ოცნების დეპუტაცია მოგცა უმრავლესობა მხედველობაში, რომ უპირველესი ამოცანა ჩვენი არის ადამიანზე ზრუნვა, მათთვის კეთილდღეობის შექმნა. პირადად ჩემი უმთავრესი ამოცანა არის არა მარტო ფიროსმანის ქუჩა, მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იანვარ-თებერვალში 630,000 ლარის სამუშაოები იქნა უკვე გაწერილი იმისათვის, რომ 57 ობიექტზე შესრულდეს ესა თუ ის ამოცანა, რომელიც მოსახლეობას აწუხებდა. და ერთით მინდა გითხრათ, 45 დღის უკან წლების განმავლობაში 20 წელია უკვე პაატა სააკათის 19 ნომერში ცხოვრობს ტოლვითარ და განსახლების სამინისტროს მიერ მიბმული ამ სახლზე მოსახლეობა, დევნილები. და უმძიმეს მდგომარეობაში თუ შეიძლება ითქვას, წლების განმავლობაში მათ ჩამოსდიოდათ წყალი და ამავდროულად შენობა არის ავარიული, თავიანთი თქმით, რა თქმა უნდა, მომართეს მე და რაიონის გამგებელმა ბატონმა დავით ჩიკვილაძემ, ზურაბ ჩიკვილაძემ უკაცრავად მივმართე ტოლვითთა განსახლების სამინისტროს სპეციალური ჯგუფი მოვიდა სამინისტროდან მოადგილის ბატონის შოთას ხელმძღვანელობით. ჩვენ პირადად ავედით სახლის სახურავზე და დავათვალიერეთ რა ხდებოდა. მე ვარ ძალიან ამაყი იმისათვის, რომ გადაწყვეტილება იქნება ბოლომდე მიღებული, თანხები იქნა გამოყოფილი და დღეს ამ ობიექტზე დაწყებულია მშენებლობა. მათ მე ეს თხოვნა შეუსრულე. ასეთი არის უამრავი. ჩემი სამაჟორიტარო რწმუნების შემდეგ შევხვდი 1600 ადამიანს. 1600 ადამიანიანი მოქალაქეები, რომლებიც მომართავენ
ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით 90% საკითხების თითქმის მოგვარებულია. ყველანაირად ვცდოლობ, აბსოლუტურად ყველა სამინისტროში, ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში, მერიაში, საკრებულოში, გამგეობაში მოქალაქეს რომელსაც ეკუთვნის და სახელმწიფოს მასზე აქვს გაწერილი ესა თუ ის თემა რომელიც მას უნდა მოხმარდეს მაქსიმალურად ვცდილობ და თითეული ჩემი კოლეგა ცდილობს იმისათვის რომ ჩვენ ვიზრუნოთ მათზე რაც იყო გუშინ დღეს ის არ გავიმეორე. კი ბატონო და ასევე დაწუნებულები ვართ რომ ასეთი რონდომებით როგორც თქვენ ძანებთ თითო მოქალაქეს უდგეხართ თქვენ ასევე დიახ და ეს პროექტიც რომელიც ჯერ იდეის დონეზეა აუცილებლად განხორციელდება და შემდეგ უკვე მის პრეზენტაციაზე გვესურვებით სტუდიაში. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის რომ მრავალი კარგი იდეის ავტორი ვიყო და ამავდროულად არა მხოლოდ იდეის ავტორი მოხდეს მისი განხორციელება. ჩვენ წარმატებებს ვიწყებთ, რომ იყავით ჩვენი სტუდია.